კარდენახში იპოვეს ვენახში მოკლული, ანუ დახვრეტილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა, ქართველი ემიგრანტი თავის ოჯახთან ერთად. ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ კარდენახში მანქანიდან თავის მეზობელს თუ რავით თანასოფლეს უთხრა, რომ ასეთი სწრაფით მიდადიხართ მანქანებით, იმიტომ რომ საშიში არისო ეს. ამის საპასუხოდ ის დაიბარეს ვენახში და დაახალეს გულში ტყვია და 2 დღის შემდეგ იპოვეს მისი გვამი. აი ეს ხდება საქართველოში. როცა ქოძბანდამ ყველა სიბინძურე და ლექი აღაზევა და ხალხი უკვე პირდაპირ ხრეტს თანამემამულეებს იმის გამო, რომ მისგან შენიშვნა მოისმინეს, ადამიანურად მოიქეციო და სოფელში წასიათ ატარი მანქანაო. სულ ეს არის. აი ეს არის ქოძბანდა. სიკვდილის მანქანა. ეს უკვე მე რამდენი შემთხვევაა, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მოკლეს დანით ახალგაზრდა კაცი. იმიტომ რომ კრიმინალურ ბანდებს და კრიმინალს საერთოდ ქოძბანდა მისცა გასაქანი, იმიტომ კრიმინალს ეყრდნობა ცალმხრივად, ესე იგი, ერთ მხრივ პოლიციას ეყრდნობა ხალხის დასაკონტროლებად, მეორე მხრივ კრიმინალს ეყრდნობა, რომ დაატეროროს, დააშინოს ხალხი თავის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს არის ტექნოლოგია ამ ბინძური რუსული ბოსლის სახელად ქოცნება.